გამარჯობათ მეგობრებო, დღეს ვისაუბრებთ მერკურიზე და თუ როგორი ინტერპრეტაცია აქვს მერკურის პირად რუკაში. და განვიხილავთ თითოეულ ნიშნავს, რა თქმა უნდა. შეგახსენებთ საკუთარ თავს ლეილა. გთხოვთ რომ გადახვიდეთ ჩემს YouTube არხზე, გამოიწეროთ ის, გაუზიაროთ მეგობრებს და ლაიქოთ და კომენტაროთ და დააფიქსიროთ თქვენი აზრი. მერკური პირად რუკაში აქ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მხოლოდ მერკურიზეა საუბარი და მცირე ინფორმაცია იქნება, ასევე ასპექტირება არ უნდა დაგვავიწყდეს, რომელ სახლშია და რომელ ნიშანშია. ეს ყველაფერი მერკურის, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ელფერს აძლევს. ეხლა ზოგადად მერკური რას განაგებს პირად რუკაში. პირველ რიგში მერკური პასუხისმგებელია კომუნიკაციის უნარზე. თუ როგორ შეუძლია ადამიანს კომუნიკაცია, შეუძლია თუ არა საერთოდ და ასე შემდეგ. შემდეგ იგი განათლებაზე მიუთითებს, მეხსიერებაზე, განათლებაზე, მიდრეკილებაზე სწავლის მიმართ, ეს ყველაფერი მერკურის ახასიათებს, ანუ მერკური მართავს მას. ასევე მერკური განაგებს ტრანსპორტებს, შესაბამისად ესეც პირად რუკაში ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად ყველა პლანეტა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველა პლანეტის განლაგება. ასევე იგი მიუთითებს როგორც ნათესავებზე, მეზობლებზე, მაგრამ რაც ყველაზე ძალიან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რომ დაძმებზე და ანუ დაძმური ურთიერთობა ვისთანაც გვაქვს ამ ადამიანებზე. და შესაბამისად მათი განლაგება სხვადასხვა ნიშნებში სხვადასხვანაირად ახასიათებს ადამიანს. მაგალითად, რომელიღაცა ნიშანში, როცა არის ადამიანი, ხვდებით როგორი მეტყველების უნარი აქვს, ან როგორ ესმის გაგებული, სხვა საუბრობს და როგორ ესმის მისი გაგებული, მოდი ასე ვთქვათ. ასევე მერკური პასუხისმგებელია როგორც ანუ ფლირტაობის უნარზე, მოდი ასე ვთქვათ, და გააჩნია რა ნიშანშია. ასევე მერკური კიდევ ვამბობ, რომ განათლებაზე მიუთითებს და ძირითადად, რა თქმა უნდა, ეს როგორც შეიძლება გრძელვადიანი იყოს, ისე მოკლებადიანი ნიშანს გააჩნია. თუმცა განათლებაზე მხოლოდ მერკური არ მიუთითებს. თუმცა ეს ერთ-ერთია. და მოკლედ ეხლა თქვენის ნებართვით გადავალ უშუალოდ კონკრეტულ ნიშნებზე, თუ როგორ ავლენს თავს მერკური. მერკური ტყუპებში. მერკური ტყუპებში. ჯერთი მერკური განაგებს ტყუპებს, შესაბამისად ძალიან კომფორტულად გრძნობს და მაქსიმალურად ავლენს საკუთარ თავს ტყუპებში. შესაბამისად ამისა, ეს არიან ადამიანები, მართლა ძალიან ყველაფერი რო აინტერესებთ, ძირითადად ძალიან განათლებული ხალხია ხოლმე და ძალიან ახასიათებთ, ყველაფერზე მოკლე ინფორმაცია. ანუ თვითონ შეხედა ყველაფერი იცის, მაგრამ სიღრმისეულად არ იცის. ანუ იცის, მაგრამ ეს ნიჭია სხვათა შორის, რომ შეგეძლოს ყველაფერი იცოდე ზოგადად, მოკლე კურსები გაიარო, მოკლედ იცოდე, მაგრამ მქონდეს ყველაფერზე ინფორმაცია, მაგრამ კიდევ ერთხელ ამბობ, ეს არ არის სიღრმისეული ცოდნა, ანუ გაიღრმაოს ცოდნა, რომ აღიქა ხა ეს ამაზე ის უნდა დავწერო, რა ქვია, სადოქტორო ნაშრომია ნაკლებად. ძალიან ხუმარები არიან, მართლა შეუძლიათ, რომ კარგი იუმორისტები დადგნენ, იმიტომ რომ ძალიან კარგი უნარი აქვთ მაგის. შესაბამისად ამისა, მერკური ტყუპებში არიან ადამიანები, რომლებიც არიან საკმაოდ ისეთი ჰაეროვნები, ასე ვთქვათ რა, ანუ მაინც არ იციკლებიან რაღაცეებზე, წყენას დიდხანს არ ინახავენ, თუმცა თუ შეინახავენ მტრისას, ან ყოველ შემთხვევაში შეიძლება შეინახოს, მაგრამ არ გამოაჩინოს. ეს აქვთ რა, რომ შეიძლება ძალიანაც ყველაფერზე რეაგირებენ, მაგრამ მეორე ადამიანი ვერც მიხვდეს, იმიტომ რომ ძალიან კარგად შენიღება შეუძლიათ ამის. ძალიან ცვალებადი ის აქვთ, ხასიათი აქვთ, იმიტომ რომ შეიძლება მერკური ტყუპებში ეხლა ამ მომენტში ერთი რაღაც თქვა და მეორე მომენტში არა, მე საერთოდ სხვა რამე, ეხლა სხვა რამეს ვფიქრობ და ეხლა კი რა თქმა უნდა ადამიანები ცვალებადი შეიძლება შეგვეცვალოს აზრი, მაგრამ ეს იმდენ სწრაფად ხდება, რომ წუთებში ასე ვთქვათ და წამებში. უცებ. მერკური ტყუპებში ძალიან უყვართ მარიაჟობა ხოლმე, ამ სიტყვას ასე გამოვიყენებთ, და ძალიან უნდათ რომ ის კი ყველა
ის მისი აღფრთო, ყველა მისით აღფრთოვანდეს. თუმცა ამას არ გამოაჩენს, რომ ეს უნდა, ასე ვთქვათ. თუმცა ეს ხოთში ძალიან კარგი манипуляტორები არიან. манипуляცია შეუძლიათ ძალიან კარგი. ისეთი სიტყვების გადათამაშებით შეიძლება გადმოსცენ რაღაცა, რომ მიიღო, რომ ეს არის შენი აზრი, მაგრამ სინამდვილეში არ იყოს ეს შენი აზრი. კარგით, ეხლა თქვენს ნებართით სხვა ნიშანზე უნდა გადავიდე, იმიტომ რომ დროს ძალიან გადავაცილე.